ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი და დღეს არის ორშაბათი, 24 მარტი, ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. 14 საათი და 9 წუთია თბილისის დროით. შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონის ფოკუსში კი მოქცეულია საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი და მისი აქტივობები. თუ რა გამოწვევების და საკითხების წინაშე დგას საკანონმდებლო ორგანო და როგორ მიმდინარეობს კანონშემოქმედებითი პროცესი. სწორედ ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი გურამ მაჭარაშვილი, პარლამენტის წევრი და პოლიტიკური გაერთიანება ხალხის ძალის წარმომადგენელი. სწორედ მასთან ვილაპარაკებთ აი ჩვენი გადაცემის სწორედ თემატიკასთან შესაბამისად ამ საკითხებზე, რაც არის დღეს ერთგვარად ძალიან საჭიროა, ხო? რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში, უკვე რამდენი პირველი და ზოგი მეორე მოსმენითაც არის მიღებული. ახალი კანონები ჩვენთვის, ანუ მსმენელისთვის უფრო გასაგები იყოს, ეს რაღაცნაირად იმდენად პირდაპირ არ არის ეს კანონები ერთმანეთთან მიბმული, მაგრამ იმდენად ერთდროულად იყო წარმოდგენილი, რაღაცნაირად წარმოადგენს ერთგვარად ურთიერთდაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ნიშანდობლივია, რომ გაიმართა, დაინიცირდა იმ ფონზე, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარდა. საქართველოში განვითარდა ის, რომ ჩვენ მორიგ ჯერზე უკვე ქართული ოცნების გამარჯვებიდან 2012 წლიდან უკვე 12 წლის გასვლის შემდეგ, 13 წლის დასაწყისში ჩვენ ვიხილეთ მორიგ ჯერზე საქართველოში არჩევნების არაღიარების კამპანია, ბოიკოტირება, არ შემოსვლა და შემდეგ ამას მოყვა ისეთი ძალიან მძლავრი რევოლუციური სცენარი, რომლითაც უკვე გადაწყვიტეს ოპოზიციურმა ძალებმა, იმ გარე ძალებმა, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ქვეყნის შიგნით არსებულ ქსელთან, სიტუაციის ესე შეცვლა. მე რაღაცნაირად გონია, რომ ეს პირდაპირ კავშირშია. ამასთან და ეს არის ის კანონები, რომელმაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი პრევენცია და დაზღვევა უნდა უზრუნველყოს, რომ მსგავსი სცენარები რაღაცნაირად გამოირიცხოს. ბატონო გურამ, აი თქვენ შეგიძლიათ რომ ეს დაადასტუროთ ეს მოსაზრება, თუ ეს უბრალოდ არის რაღაც სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობის უბრალოდ გაუმჯობესება და რაღაც ქართულ რეალობასთან მოყვანა. გამარჯობოთ, მივესალმები საზოგადოებას. ძალიან მოკლედ შესავალს გავაკეთებ, რომ ზოგადად საქართველოში 2012 წლის შემდგომ ვიდრე 2024 წლამდე დაახლოებით 24 წლის ასე ვთქვათ შემოდგომამდე ძალიან ძლავრი იყო ეგრეთ წოდებული ულტრალიბერალური პოლიტიკა და აი ამ ულტრალიბერალური ფაშისტური მიმდინარეობების უცხოური ძალა და მათი ხელმძღვანელობა Deep State-ის იგივე გლობალური ომის პარტიის სახით, რაც დღეს უკვე რეალურად მთელმა სამყარომ იცის, რომ ასეთი რამ არსებობს. თუ ადრე ჩვენ გვედავებოდნენ ხალხის ძალას, მათ შორის რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ეს უცხოური ძალა გლობალური ომის პარტიის სახელით ზეწოლას ახდენდა სხვადასხვა ქვეყნებზე და მათ შორის განსაკუთრებით საქართველოზე, დღეს უკვე ეს კითხვის ნიშნებს აღარ ბადებს საუბარია უბრალოდ იმაზე, ვინ ეთანხმება ამ Deep State-ს და ვინ არ ეთანხმება. ამიტომ ის რეალური ზეწოლა, რა თქმა უნდა, იყო საქართველოსეც. ჩვენ მაშინ გახდით იგივე 2016-20 მოწვევის პარლამენტში, მე-9 მოწვევის პარლამენტში, მაშინ ჩვენ ვიყავით ქართული ოცნების უმრავლესობის წევრები და გამომდინარე აქედან ძალიან კარგად მახსოვს, რომ ბევრი ვეწინააღმდეგებოდით აი ამ ულტრალიბერალურ მიმდინარეობას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის რაც ჩვენ გავაკეთეთ ხალხის ძალამ, რომ მოგვიწია რომ გამოსულიყავით ქართული ოცნებიდან, იმიტომ რომ ხალხისთვის სიმართლე გვეთქვა რა ხდებოდა კულისებს მიღმა და ასე შემდგომ, მაშინ ამას ვერ ვაკეთებდით. მე-9 მოწვევის პარლამენტში და ვერც მე-10 მოწვევის პირველ ნახევარში. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ბუნებრივია ხელისუფლებაში მყოფ პარტიას უწევს გარკვეული ლავირებები და ასე შემდგომ. და ის ზეწოლები, რასაც ჩვენ კულისებში ვხედავდით, მიუხედავად ამისა, მაინც ჩვენ რამდენიმე ადამიანი ამის ასე ვთქვათ მოწინააღმდეგე ვიყავით. თუმცა ვხვდებოდით იმას, რომ ეს ზეწოლები იყო სავსებით რეალური და მეცაც გეტყვით, ზეწოლა არ იყო მხოლოდ ის მიზეზი, რის გამოც შეიძლება ლიბერალური გახდა ქართული კანონმდებლობა. არამედ ეს იყო რეალური საფრთხე და
და მაშინ საზოგადოებას შევახსენოთ, რომ არ იყო ასეთი შესაძლებლობები, რომ შენ პროცესი გემართა Deep State-ის იგივე გლობალური რომის პარტიის წინააღმდეგ. იმიტომ რომ მაშინ არ იყო ცნობილი არც გლობალური რომის პარტია და Deep State-ი, არც უცხოური ძალების ზეწოლა, ასე პირდაპირ და ასე შემდგომ. ანუ ის რომ თქვათ შეწინააღმდეგების შემთხვევაში აქ რეალურად მოაწყობდნენ უკანონო ხელისუფლების ცვლილებას, მოაწყობდნენ აქ იმას, რომ წაიღებდნენ სასამართლო სისტემას და ასე შემდგომ, ეს ხო აბსოლუტურად რეალია, ეს რომ რეალური იყო. ჩვენ ნახეთ ეს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე. კიდევ ერთხელ, ანუ ამ კანონმდებლობის ლიბერალური ფორმატი ემსახურებოდა იმას, რაც ჩვენ მერე ვნახეთ. როდესაც სახელმწიფო უწყებები პრაქტიკულად უძლურები აღმოჩნდნენ რეალურად იგივე ძალადობრივი აქციის მონაწილეების მიმართ კანონიერი ქმედებებს გულისხმობ მხოლოდ იგივე ნარკოპოლიტიკის მიმართებაში, იგივე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის დადასტურებაში და ასე შემდგომ. ჩვენ წავაწყდით იმას, რომ აი ზუსტად იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც იქნა მიღებული აი Deep State-ის რეგულარული ზეწოლის ქვეშ, სახელმწიფო ინსტიტუტები რეალურად გახადა უმოქმედი. ეს Deep State-ი და ეს გლობალური ომის პარტია, რომელიც ერთგვარად ცოტა ბუნდოვან ტერმინებს წარმოადგენს, იმიტომ რომ თან ახალიც არის, არ არის პირდაპირ რაღაცა პერსონიფიცირებული. თუმცა რაც მეტი დრო გავიდა, თანათანობით ადამიანები ხვდებიან, იმიტომ რომ უამრავი მაგალითი მოდის, ხო, არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარედანაც, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ლაპარაკობენ. მე ლაპარაკი არის უკვე Excel-ზე, ამ Excel-ის რაღაც გლობალური USAID, ამის დახრა, რომ ამერიკაში მომხდარმა ტექნოლოგიურმა ძორამ ეს კიდევ რაღაცნაირად ჩააცემეთ, ანუ ლეგიტიმური მაინც გახადა ამაზე ლაპარაკი, ხო, იმიტომ რომ სხვაგანაც ლაპარაკობ. მაგრამ მაშინ როცა თქვენ ამაზე ლაპარაკი დაიწყეთ, ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი, მოულოდნელი, ანუ არავინ ქართულ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში მსგავსი ტერმინებით არ ლაპარაკობდა, აი ამ ცნებებით არ ხდებოდა აპელირება და რასთავარია იყო უცხო, იმიტომ რომ ერთჩვენიერ დღეს ითქვა, რომ ის ვინც ჩვენთვის არის აწლეულების განმავლობაში რაღაცა პარტნიორი, დღეს შექმნილ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მის ინტერესებს სასარგებლოდ ჩვენ დავზიანდეთ და უკვე რაღაცა არსებობს ჩვენ შორის გაყოფა. ანუ ეს ხო რაქსელიც და ვინც არ უნდა იგულისხმებოდეს. ეს ხო ერთ დღეში არ შეიქმნებოდა, ანუ ეს დიდი ხანი არსებობს. მაგრამ რაღაც მომენტში საჭირო დადგა ამაზე ლაპარაკი, აი ამ ბუნდოვანი რაღაცა ტერმინოლოგიით მონათვლა, რომ რაღაცა მესიჯი გაგზავნილიყო, რომ იცი რა, ჩვენ რაღაცებს არ ვეთანხმებით და იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ წინ აღუდგებით ამ ცდელობებს. რამ განაპირობა ეს? რამდენად მნიშვნელოვანი იყო აქ ომის ფაქტორი, რამდენად გვეხებოდა ეს ომი და რომ გავიხსენოთ, აი 2022 წელს, როცა ეს პროცესი დაიწყო. რამდენად მძაფრი იყო მაშინ აი ამის ზეწოლა და რა როლი შეასრულა ხალხის ძალამ აი ქართულ საზოგადოებაში აი ამ ნარატივების გასაჩენად. დავასრულოთ ის საკითხი, რაზეც დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად აი ამ Deep State-მა გლობალური რომის პარტია წოდებულმა, ანუ ჩავთვალოთ, როცა Deep State-ზე საუბრობთ, იდეა იგივეა ეს. უბრალოდ ჩვენ დავარქვით ამას თავისუფლზე. გლობალური რომის პარტია და ტრამპის მოსვლის შემდგომ ტრამპმა უწოდა ამ ყველაფერს იგივე Deep State. Deep State-ის შემადგენლობა მოახერხა ის, რომ ყველა ქვეყანაში, ოსტაბჭოთა ქვეყანა იყო ეს თუ თქვათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, თავისი წარმომადგენლობები ან ხელისუფლებაში მოიყვანა პირდაპირ და ან NGO-ების სახით პარალელური ხელისუფლებების შექმნა პრაქტიკულად. აი ძალიან მოკლედ გეტყვით მაგალითად საქართველოს მაგალითზე. NGO სექტორის წარმომადგენლობის გარეშე და მათი ჩართულობის გარეშე არც ერთ სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის არც პარლამენტში, მიმეორებ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, ხალხის მიერ არჩეული ორგანო, გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა და ვერ მიიღებოდა. რატომ? იმიტომ რომ იმათ უკან იდგა მაშინდელი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გულისხმობ და ევროკავშირის საელჩო რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი მაინც იყო ამ შემთხვევაში ამერიკის საელჩო და ამ შემთხვევაში წინა ელჩი, ვინც წარმოადგენდა შეერთებულ შტატებს. პირდაპირ გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვათ აქაური ორკაციანი, ერთკაციანი, სამკაციანი NGO-ები, რომლებიც განაგებდნენ აქ მილიონებს და ეს მილიონები იყო ზუსტად იმ USAID-დან ჩარიცხული,
იღებდნენ მონაწილეობას კანონების, კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში, პოლიტიკურ შემუშავებაში, საზოგადოებას ახსოვს კომიტეტის ხდომებზე როგორ მონაწილეობდნენ, სესიაზე არ ქონათ უბრალოდ მონაწილეობის უბრალოდ, რომ კომიტეტის ხდომებზე პრაქტიკულად ცდილობდნენ, რომ პროცესები წარემართათ. ანუ რეალურად deep state-მა შექმნა პარალელური ხელისუფლება და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მაგალითად არ გავითვალისწინებდით მათ შენიშვნებს, პირდაპირ ან ზარი, ან ვიზიტი ელჩის მოადგილის რომელიღაც თანაშემწის სახით და იქიდან პირდაპირ გზავნილები, რომ ეს არის პრაქტიკულად ჩვენი პოზიცია, რომელიც ემთხვევა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პოზიციას. ნახეთ, როგორ ცდილობდნენ, რომ შეეფუთათ, რომ ვითომ ეს NGO-ები წარმოადგენდნენ ქართულ საზოგადოებას, რატო? იმიტომ რომ არანაირი ლეგიტიმაცია ამ NGO-ებს არ გააჩნდათ. არც არავის წარმოადგენდნენ, არც არჩეულები იყვნენ და ამიტომ ცდილობდნენ, ვითომ ისინი წარმოადგენდნენ აი მე ტიპის წლების განმავლობაში ამას ამ ყველაფერს ერქვა სამოქალაქო საზოგადოება, ამას ერქვა, რომ ეს არის რაღაცა ქართული დემოკრატიული საზოგადოების რაღაცა თვითორგანიზებული ფორმა, ინიციატივას დაფუძნებული და უცხო ქვეყნის დონორები ამას უბრალოდ ეხმარებიან. ანუ მე ხარ რას ვიძახი, რომ ეს ყველაფერი გამოჩნდა, მე აბსოლუტურად გედახვევით და უმაზე მეტიც გამოჩნდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთელი ეს აქტივობები, ჩართულობა რაღაცა გამჭვირვალობა და უამრავი ისეთი კეთილშობილური სიტყვა აბსოლუტურად დადებითი კონოტაციით იყო შემოსილი, ხო, რომ ანუ ამ ყველაფერს მოყვებოდა ინსტრუქცია, რომ ეს არის კარგი. ანუ თქვენ ხართ ქვეყანა, თქვენ მიდიხართ ჩრდილოატლანტიკური დასავლური ინტეგრაციით, ჩვენ შესაბამისად გაძლიერებთ თქვენ, აი დონორები ხო ხელისუფლებას დაძლევდნენ სესხს, ხო? მერე თქვენ სამოქალაქო საზოგადოებას ვაძლიერებთ და სამოქალაქო საზოგადოება, იმიტომ რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეს დიდი ხნის განმავლობაში იყო აი ამგვარი კონფიგურაციით წარმოდგენილი. და ადამიანების რაღაც დიდი ნაწილი, ყველა შეიძლება არა, მაგრამ დიდი ნაწილი აი სამყაროს ამ სურათს იღებდა. ეს სამყაროს სურათი სად შეიცვალა და სად დაირღვა, როდესაც თქვენ დაიწყეთ ლაპარაკი, რომ იცი რა არის სიტუაცია ეგეთი არ არის, ეს რაღაც კეთილშობილური ამბები, რომელიც მართლა ხდება, არის ფასადი, მაგრამ ამის უკან რეალურად არსებობს უპირველესი და უპირატესი არის კონკრეტული ქვეყნის ინტერესი და თუ მას დაჭირდა, შენ აღმოჩნდები რაღაცა უკანა პლანზე ან წინა ხაზზე გაშვებული და ის თავის მიზანს მიაღწევს და შენ შეიძლება ამას სხვაყლად შეეწირო. ეს საიდან დაიწყო? ეს ყველაფერი, რაც ხა თქვენ თქვით და რაც მე უთხარი საზოგადოებას, რა თქმა უნდა, კიდე მასშტაბებში უფრო ძალიან დიდი იყო და რომ მოვადა ამაზე კიდე უფრო ფართოდ ვისაუბროთ, მაგრამ ეს ყველაფერი გახდა კრიტიკული 2022 წელს, როდესაც უკრაინაში დაიძაბა სიტუაცია და ყველა ხვდებოდა, რომ იქ კარგად არ დამთავრდებოდა ეს საკითხი. გულისხმობ სამხედრო ოპერაციის, იგივე ომის დაწყებას და შესაბამისად საქართველოშიც ბუნებრივად მზადდებოდა მეორე ფრონტის პროექტი. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გახშირდა ვიზიტები შეერთებული შტატების ელჩის, ასევე სხვადასხვა თანამდებობის პირების, საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან და ეს ვიზიტები არ იყო მეგობრული ვიზიტები და ესეც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, ახალს უკვე აღარაფერს აღარ ვიტყვი, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს მოწოდება თუ გადაწყვეტილება შეფუთული იყო სხვადასხვანაირად, არაერთხელ ილაპარაკეს ხო პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ თქვათ თქვენი ბრძოლებთ აქ როგორც პარტიზანულად, ისე თქვათ ომის მეშვეობით, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან, ასევე პასუხი ამერიკის ელჩისგან, ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტის თავმჯდომარე იყო ქალბატონი ფარკასი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ დიახ, შეიძლება რუსეთი შემოვიდეს თქვენთან, მაგრამ მე რა ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით და როგორ იყო ამერიკა და არის უკრაინის გვერდით ჩვენ ეს ვნახეთ. ანუ რეალურად დღეს ამ მდგომარეობაში არის უკრაინა, მოკლედ რომ თქვათ. მინიმუმ ამ მდგომარეობაში თუ უარეში არა იქნებოდა საქართველო. და დღეს რაზე საუბრობენ უკრაინასთან დაკავშირებით? აბა ამოვიღოთ სენატორების, არაერთი სენატორის და არაერთი ყოფილი თუ ახლანდელი ელჩის და ექსპერტების წარმომადგენლები ამერიკიდან, რომ ამერიკის ჯარისკაცები არ იბრძვიან, ამერიკული სისხლი არ იღვრება, იღვრება უკრაინული სისხლი და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეფექტურად ვიყენებთ აი ამ ომს. პირდაპირ ესე საუბრობენ, რომ უკრაინის ომის
და უკრაინაში დაღვრილი სისხლის ხარჯზე ამერიკა თავის ინტერესებს აწარმოებს და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესიო. ამაზე პირდაპირ საუბრობენ ამერიკაში. ანუ იგივე უნდათ საქართველოში. მათი გადმოსახედიდან ეს გასაგები შეიძლება იყოს ბჭყალებში, მაგრამ ეხლა ვნახოთ საქართველოს აი ესეთი ჩვენნაირი მცირე ქვეყნის ისტორია და რა შედეგებზე გავიდოდა ეს ქვეყანა, ხომ? აქედან გამომდინარეობდა, როდესაც ჩვენ უკვე მივხვდით რამდენიმე დეპუტატი რომ აქ სხვა გზა აღარ იყო, გარდა იმისა რომ ჩვენ უკვე სიმართლე უნდა გვეთქვა ხალხისთვის, ერთადერთი იარაღი მაშინ დარჩენილი იყო ის რომ ხალხი შეგვეიარაღებინა სიმართლით. ნახეთ, დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე მძლავრი იარაღი არის დეზინფორმაცია. როგორც კი დეზინფორმაციის ქვეშ მოაქცევს საზოგადოებას, უკვე იქ ახდენ რევოლუციას, ახდენ უკანონოდ შეცვლას ხელისუფლების და ნებისმიერი საკითხის გატანას და შეფუთვას. აი რაზე ჩვენ თავში ვისაუბრეთ, ხო? ორკაციანი სამოქალაქო საზოგადოება ვიღაცა შეიძლება შეასაღო ლეგიტიმურ ორგანიზაციად და ასე შემდგომ. და ასე მოხდებოდა, გურამ, აი დამერწმუნოს საზოგადოება, რომ არა აი ჯერ თავიდან რამდენიმე დეპუტატის ჩვენი გამოსვლა და შემდგომ უკვე ხალხის ძალის აი ეს განცხადებები, წერილები და პოლიტიკა ისეთი, რასაც ქვია ხალხის შეერაღება სიმართლით. აი ხალხი როცა ჩვენ შევაერაღეთ სიმართლით, რაც არ იყო მარტივი, გეთანხმებით რომ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც გამოვიყენეთ სიტყვა ვასალური დამოკიდებულება და ატყდა ერთი ამბავი. რომლებმაც თქვით რომ ჩვენ პარტნიორები ვართ და არა მონები, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი, რომ ვითომ იქ ომი მოგონილია და ასე შემდგომ, ეს ყველაფერი შემდგომ რამდენიმე თვის მერე გამოჩნდა რომ იყო აბსოლუტურად რეალური და ხალხში მცირე დოზირებებით ჩვენ შევიტანეთ სიმართლე, რამაც მისცა საქართველოს ხელისუფლებას უკვე საშუალება, რომ თავისი პრაგმატული პოლიტიკა ეწარმოებინა. ანუ რეალურად ის წვიმა დეზინფორმაციისაც მაშინ მოდიოდა და შეიძლება ითქვას, რომ ამ დეზინფორმაციული წვიმის ფონზე ძალიან მარტივი იყო აქ სიტუაციის არევა, ხელისუფლების შეცვლა და შემდგომში იმ ნაცმოძრაობის მოსვლა, რომელიც მეორე ფრონტს გამართავდა. მიიღეთ ჰიბრიდული ომის საუკეთესო ტრადიციებში წარმოებული ბულინგის, ზიზღის და შეურაცხყოფის კამპანია. ჩვენ ყველაზე მეტ რაღაც რომელიც რამდენად ზის ამ დასავლურ კულტურაში, აი ეს საინტერესოა. როგორ? რამდენად ზის დასავლურ კულტურაში, რომ დასავლეთის სახელით პრაქტიკულად ჩვენ ნახეთ არაერთი სცენა, ხო? ნახეთ ევროპულ ღირებულებასთან ამას საერთოდ კავშირი არ აქვს. ჩვენ აი ხალხის ძალის წერილებში 64 წერილზე მეტი გამოვაქვეყნეთ დინამიურად და რომ გადავხედოთ იქ ჩვენ არსად არასდროს არ გვითქვამს რომ ვართ ან ამერიკის და ამერიკული საზოგადოების, ან ევროპის და ევროპული საზოგადოების წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ ამბობდით რომ თუ ვინმე ეხლა იცავს ქართულ, ამერიკულ და ევროპულ საზოგადოების ღირებულებას, ეს ჩვენ ვართ. იმიტომ რომ ის deep state მოქმედებს მათ შორის ამერიკული საზოგადოების წინააღმდეგ და ეს ხო გამოჩნდა 5 ნოემბერს, როცა deep state-ის წარმომადგენლებს უარი უთხრეს და მოიყვანეს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური ძალა ამერიკაში, ხო? გერმანიაში გამოჩნდა, სადაც შეცვალეს ხელისუფლება, სხვადასხვა ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ასე გაგრძელდება. ანუ თქვენ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, აი ამ მიდგომებს არაფერი საერთო ევროპულ ღირებულებასთან არ გააჩნია, იმიტომ რომ ევროპული ღირებულება როგორც ქართული მათ შორის დაფუძნებულია ქრისტიანულ ღირებულებაზე და შესაბამისად რომის პაპის სიტყვებს ამ შემთხვევაში მოვიშველიებ, რომ ევროპა არსებობდა ევროკავშირის გარეშე, მაგრამ ევროპა ქრისტიანული კულტურის გარეშე ევროპა არ არისო. შესაბამისად, აი ასეთ მიდგომებსა თქო, არავითარი კავშირი არ ქონდა ევროპულ ღირებულებებთან და ეს ყველაფერი მათ შორის როგორც ქართული, ასევე ევროპული საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ამას თქმა უნდა ახსნა უნდოდა. გესმით? საზოგადოებამდე მიტანა უნდოდა და მე სწორად განმარტება. და როგორ აფასებთ სამ წელიწადს? რამდენად გამოგივიდათ ეს? ან ხო არ შეიძლებოდა რაღაც სხვანაირად, იმიტომ რომ მე მაინც მგონია რომ რაღაც ნაწილში ზოგმა ეს გაიგო, ზოგი მე ხდება გამოხმაურებები პირიქით, აი ამგვარად რო შეხედა საკითხს, ზოგი მანამდეც ესე ფიქრობდა, ხა რაღაც უმცირესობა არსებობდა, რომლებიც იყო ჰქონდათ ესეთი კრიტიკული NGO სექტორის მიმართ განსაკუთრებით, სხვადასხვა საფუძველზე დაყრდნობილი დამოკიდებულება. მაგრამ აი ამ პერიოდის განმავლობაში რაღაც აი ისევ რასაც ვიძახი რომ საზოგადოების ნაწილისთვის ეს იყო რაღაცა მოულოდნელი სხვაგვარი წარმოჩენა, როგორი არის სინამდვილეში სამყარო, იყო ძალიან რთული და ხო არ შეიძლებოდა ცოტა ისეთნაირად ახსნა, რომ
უმრავლესობას რაღაცნაირად ეს გაეგო და გაეზიარებია თუ მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, ამ კითხვას კი გისვამთ, მაგრამ მე თვითონაც დარწმუნებული ვარ, რომ სხვანაირად ეს შეუძლებელი იქნებოდა, ეს იმდანაც არის ჩაცემენტებული, რაღაცის თქმა რო იცი რა არის, სიმართლე ცოტა სხვანაირია, ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. ნახეთ ეს კითხვა ორ ნაწილად შეუძლიათ ჩვენ გავყოთ, რომ პირველი, რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ ეს არ იყო მარტივი მისაღები საზოგადოებისთვის და ამიტომაც გადავიტანეთ ჩვენისაც გადავიტანეთ და ეს ჩვენ გათვითცნობიერებული ქონდა სხვათა შორის, რომ იმ შემთხვევაში სიმართლე ზოგადად არის მწარე, რა თქმა უნდა, და ზოგადად სიმართლის მთქმელ ადამიანს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდოს, ეს ქართული გამონათქვამია, მაგრამ იმ შემთხვევაში გაცილებით უფრო რთულად იყო საქმე. შეკაზმული ცხენიც არ იყო საშველი ამ შემთხვევაში ბულინგის ქვეშ ჩვენ რომ მოექცეოდით ეს ჩვენ გათვითცნობიერებული ქონდა ჩვენ და ჩვენი ოჯახები მაგრამ სასწორზე იდგა ქვეყნის ბედი პირდაპირ გაგებით ხო ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან ხო კარგად ხედავთ უკვე რომ უკრაინის ბედს როგორც მინიმუმ გაიზიარებდა საქართველო მაგრამ ჩვენი მიზანი იყო ის რომ დაამავდროულად იმედი რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ამას გაიგებდა ეხლა მცირე ნაწილი თქვენ ახსენეთ და რა თქმა უნდა მცირე ნაწილი იყო რომელსაც ასევე გათვითცნობიერებული ადრევე ქონდა რომ NGO სექტორი რას წარმოადგენდა მაგრამ ეს მცირე ნაწილი იყო და უმრავლესობა იყო საჭირო იმისთვის რომ ქართული ხელისუფლების პოლიტიკისთვის ხარი დაეჭირა და ის მცირე ნაწილი რომელსაც მაშინაც მიაჩნდა და მცირე ნაწილია დღეს რომელსაც მიაჩნია რომ თქვა deep state-ი სწორია და მის პოლიტიკას ატარებს ეს ყოველთვის იყო და იქნება ეხლა გერმანიაში ფაშისტურ მიმდინარეობას სამწუხარო დღესაც ყავს მიმდევრები ხო ეს ბუნებრივი პროცესია და ამას ვერავინ გაექცევა მაგრამ აქ საუბარი არის ზოგადად საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციაზე და მე ვფიქრობ რომ ჩვენ ეს საზოგადოების სწორი გაგებით და დახმარებით შევძელით გამომდინარე იქიდან რომ შედეგები არის ის რაც დღეს საქართველოს საზოგადოებამ პრაქტიკულად 26 ოქტომბერს აჩვენა რომ ჩვენი პოლიტიკა 2022 წელს რომ დავტოვეთ ქართული ოცნება, გამოვედით და ცოტა სხვა პოლიტიკით წავედით, შედეგები გამოიღო. შედეგები გამოიღო იმანაც რომ გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ. შედეგები გამოიღო იმანაც რომ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი მივიღეთ და ამ ყველაფერს საზოგადოება დაეთანხმა თითქმის 55%-იანი მხარდაჭერით 26 ოქტომბერს. ეს რომ ესე არ ყოფილიყო უნებრივად საზოგადოება ამაზე ჩვენ უარს გვეტყოდა და მეცაც გეტყვით ეს 26 ოქტომბერს იყო 55%. თორემ იმის შემდგომ კიდევ ბევრის ფარდა ჩამოიხსნა და კიდევ ბევრი რამე გაირკვა საზოგადოებაში. ეხლა გაცილებით მეტია ის საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს აი ამ პოლიტიკას, რასაც ჩვენ ვამბობთ და როგორც მინიმუმ არ ეთანხმება აი deep state-ის აკაური წარმომადგენლების პოლიტიკას. იმიტომ რომ რეალურად ანუ ადამიანები გარდა იმისა უყურებენ ორ ფაქტორს, ხო? ეს არის სიმართლე და ეს არის გამარჯვება. ანუ ადამიანი ეხა სიმართლე ისეთი რამეა დღეს უკვე ყველა ლაპარაკობს, რომ მე ვლაპარაკობ სიმართლის სახელით იძახის, მაგრამ შემდეგ ეს უნდა ასახოს მან თავის შედეგში. ანუ მან უნდა ამ სიმართლით უნდა გაიმარჯვოს. ანუ ეს კომბინაცია არის საჭირო სიმართლის და გამარჯვების. ამ სიმართლემ იმუშავა, როდესაც 26 ოქტომბრის მერე შემდეგ გამოჩნდა, რომ არა სიმართლე არის ის, რომ არჩევნები გაყალბდაო თქვა ოპონენტმა, მაგრამ აღმოჩნდა ეს ვერ დამტკიცდა. მეორე მხრივ ხელისუფლებამ ეს დაამტკიცა და შემდეგ აი ამ ძალიან მძლავრ უპრეცედენტო საგარეო ფაქტორებიდან ინსპირირებულ მძლავრ ტალღასაც გაუძლო. ანუ მან გაიმარჯვა ჯერ არჩევნებში და შემდეგ გაიმარჯვა ამ წინააღმდეგობის მოგერიებაში. თქვენ ახსენეთ ეს ეველინ ფარკასი, რომელიც დღეს არის მაკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. რომლის ინტერვიუ არის მიცემული 2022 წლის სექტემბერში რადიო თავისუფლების ქართული ბიუროსთვის, რომელიც მე ვნახე, ნაწყვეტი ვნახე გუშინაში, მთლიანად ვნახე ეს ინტერვიუ და ძალიან სახასიათოა და კარგად არის ნაჩვენები, რას ფიქრობს მაშინდელი ადმინისტრაცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით. და როგორია დამოკიდებულება მის მიმართ. ეს ხალი აქ ჩამოსული არის აქაურ კონფერენციაზე, უკრაინის მხარდაჭერა კონფერენციაზე და ჟურნალისტის კითხვებზე პასუხობს, რომ ანუ სადღაც რაღაც ნაწილში თავის დროზე ის ადმინისტრაციის წევრი იყო, თავდაცვის მდივნის მოადგილე, თანაშემწე და რომ დღეს ექსპერტთა ნაწილი მომხრე არისო კიდევ უფრო მკაცრი მიდგომის ამ ომთან დაკავშირებით. რომ ბირთვული საფრთხე ესე ადვილად არ დადგება, პუტინს მოუწევს რომ იყოს ფრთხილად, მაგრამ
ერთადერთი სცენარი არის ის, რომ დღეს არის რუსეთი სუსტი, დღეს მისი დამარცხება შესაძლებელია, უკრაინას აქვს რესურსი, რომ გაიმარჯვოს, ჩვენ უნდა მივაწოდოთ მეტი იარაღი და შესაბამისად აი ამ პროცესში უკრაინა სადაც ზამთრისთვის უკვე გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხება. ეს არის მოდელი. აი ამ მოდელში ძალიან ორგანულად ჯდება ის, რომ თუ შენ მთელი ფრონტი თუ წევ უკრაინას და ის ლაპარაკობს, არსებობს მხოლოდ ორი მექანიზმი, ეს არის სამხედრო და მეორე ეს არის სანქციები. მოწოდება ყველა მოკავშირის მიმართ არის ეს: სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას და სანქციების დაწესება. პირდაპირ ლაპარაკობს საქართველოსაც, რომ საქართველოს უნდა გაამკაცროს სანქციების, ესე ვთქვათ, მიდგომა რუსეთისადმი. და ბუნებრივია, რომ ძალიან ლოგიკურად ჩანს იქ, რომ პირდაპირაც არ თქვა, რომ იცი რა უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი, ძალიან პირდაპირ ჩანს ხაზგასმა, აქცენტები, რაღაც ავღანეთში ერთობლივი ოპერაციების გახსენება და ასე შემდეგ, რომ საერთოდ არავინ არ იქნებოდა წინააღმდეგი, რომ აქ მსგავსი ოპერაცია დაწყებულიყო, რაც ჩვენ ნახეთ ამის ყველაზე კარგი შედარება არის კურსკის ოპერაცია. ანუ მეორე ფრონტი ხალხმა უნდა იცოდეს, რომ გაიხსნა. ეს გაიხსნა კურსკში. სადაც რუსეთმა ყისიერად არეაგირა, იმიტომ რომ ეს იყო მისი ტერიტორია, ხო დაბომბავდა და გაასწორებდა საკუთარ მოსახლეობას და თანდათანობით თვეების განმავლობაში მოგვიდა და დღეს ეს ფაქტორი უკვე ნიველირებული. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოში რა შეიძლება მოხდარიყო. ეს ინტერვიუ ძალიან საინტერესოა იქ გამოთქმული აქცენტების თვალსაზრისით და როგორ ხდებოდა მაშინ ამის დანახვა, ვინც მას მოისმენს ის თვითონაც დარწმუნდება, რომ მათივე აღიარებით ძალიან საფუძვლიანი არის აი ეს რაღაცა ბრალდება, რომ მოწოდება ხდებოდა და რაღაცა მიდენა იმისკენ, რომ აქ შეიძლება რაღაც თქვენ მეტი აქტიურობა გმართებთ, იმიტომ რომ დღეს აი რო ვისმენ ხოლმე რაღაც ოპონენტების ეგრეთ წოდებულ პროპაგანდას, რომ მაჩვენეთ სად არის ვინმეს განცხადება, რომ გინდა თუ არა მეორე ფრონტი გახსენი, ხო? ანუ ითხოვენ პირდაპირ ახლა ესე შეჯამებულად ამბობთ, ითხოვენ პირდაპირ აი ეს მსგავს განცხადებას და როცა ყვებით, რომ აი შეხვედრებზე ეს ქალი პირდაპირ ინტერვიუში ყვება ამ ყველაფერს, ხვდებით? ანუ იმ განწყობას, მის პოლიტიკას, მის ხედვას და მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ინტერვიუში პირდაპირ იძახის. ეხლა წარმოვიდგინოთ დახურულ შეხვედრებზე რეალურად რა ხდებოდა, ხო? ყოველ შემთხვევაში 3 წლის თავზე შეცვლილ ადმინისტრაციამ და უკრაინის კონფლიქტის მიმართ განსხვავებულმა მიდგომამ ეხლა დღეს გააჩინა შანსი, რომელიც ძალიან რთული სარეალიზაციოა, რომ მშვიდობა დამყარდეს. და ბევრი რაღაცნაირად შეაჯიმა. თქვენ მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღეს ანუ პრაქტიკულად ეს ბრძოლის დიდი ნაწილი ამ საქართველოში დესტაბილიზაციის ცვლილება და მის რაღაცა დავანტიურებში შეყვანის დასრულებულია. ნუ პირველ რიგში ჩვენ ვთქვათ, რომ უამრავი განცხადებებია, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ. ნუ მე არ გონია დღეს ჭკვანტყოფელი ადამიანი კიდე კითხვას სვავდეს. ეხლა ვისაც არ ჯერა გასაგებია იმას ეხა სასწაულები რომ მოუხდინო წინ, მაინც იტყვის რომ ეს არ არის ის, რასაც ისთვის საჭიროდ. ეხლა დანილოვი უშუალოდ საბჭოს დივანი უკრაინის პირდაპირ ამბობს, რომ შეეხიდეთ უკრაინას ქალების და ბავშვების დახოცვაში. არისტოვიჩი პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უკრაინის, თქვენ არ ახართ ის მთავრობა, რომელიც ომს დაიწყებს. სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ომს დაიწყებდა საქართველოში. ასევე არახამია, რომელიც ასევე პირდაპირ მიუთითებდა იქ და გონჩარენკო, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ გაისერინეთ ახლა აფხაზეთში, ცხინვალში. ახლა გადმოვინაცვლოთ საქართველოში. აქაური NGO სექტორი გამჭირვალობის დირექტორი პირდაპირ ამბობდა, რომ დასუსტდა ახლა რუსეთი და შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ აფხაზეთში. ახლა გადავინაცვლოთ ამერიკის ელჩი ქალბატონი კელდეგნანი იყო მაშინ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ როგორც უკრაინა ებრძვის ახლა რუსეთს, თქვენც ესე უნდა იყოთ რუსეთთან, თუ გინდათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს. ნუ ფარკასი ჩვენ თქვით პირდაპირ ახლა მაკენის ინსტიტუტის დირექტორს არავინ არაფერს არ ათქმევინებდა, რო არა ადმინისტრაციის შესაბამისი მითითებები, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ დიახ, რუსეთი შეიძლება შემოიჭრას, მაგრამ მერე რა მოხდა, დაიწყებთ ომს და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ანუ ეს უკვე ლოგიკურია, აქ არ ვიცი მე, პირველ მეორე კლასის მოსწავლეც კი მიხვდება, რომ არა მარტო წინააღმდეგი არ იქნებოდნენ, სურვილი იყო პირდაპირ მათი, რომ აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ნუ აღარ ვაფერს ვამბობ დღევანდელ განცხადებებზე, სადაც უკვე პირდაპირ გაცხადა, რა სურვილი ჰქონდათ მათ შორის მაშინდელ ადმინისტრაციას ამერიკაში და დღეს მოქმედ ბიუროკრატიას ევროკავშირში, რომ აქ ყოფილიყო მეორე ფრონტი. რატო ჰქონდათ ესეც ხო გასაგებია. დღეს ხედავთ უკვე უკრაინაში
განადგურებულ ქვეყანას ეუბნებიან, რომ შენ ახლა 9 მილიარდი კიდე აქეთ უნდა გადაიხადო და ნატოში ვერ მიგიღებ და არ მიგიღებ, ანუ რეალურად რისთვისაც იქ ომი დაიწყო და ეს უკვე შეთანხმებულია, რატომაც დაიწყო, თვითონ ამერიკის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ნატოში გაწევრიანების გამო დაიწყო ომი უკრაინაში, ამ მიზანს არათუ ვერ მიაღწია უკრაინამ, არამედ განადგურდა, ბუნდოვანი მომავალი აქვს, განადგურებული ეკონომიკა, დახოცილი ადამიანები და აქეთ კიდე ვალი აქვს გადასახდელი ამერიკისთვის. აი ეს არის რეალობა და იგივე რეალობას, როგორც აღნიშნეთ, ითხოვდნენ საქართველოში. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, დღეს მარტივი არ არის ამ ყველაფრის შედეგების მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხედავთ ახლა რეალურ სურათს, ძალიან უცნაურს, მაგრამ რეალურ სურათს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ცდილობდა ადმინისტრაციაში, როცა იყო ზელენსკი, რომ შეთანხმებაზე ხელი მოეწერათ, ან ყოველ შემთხვევაში გეგმა შეთანხმებული იყო უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და უკრაინის პრეზიდენტი იბრძოდა და დღემდე იბრძვის ომის შენარჩუნებისთვის. ევროკავშირში ჩასულ ზელენსკის უთხრეს, რომ შენ ნუგეშინია, ამერიკა შენ ვერ დაგავალებს და ვერ დაგაძალებს, რომ მშვიდობა დაამყარო უკრაინაში, ჩვენ დაგეხმარებით, რომ ომი გააგრძელო უკრაინაში. ხედავთ რა სურათია დღეს სოფლიოში, წარმოიდგინეთ. ნონსენსია, რომ მეომარი ქვეყნის პრეზიდენტი იბრძვის იმისთვის, რომ ომი შენარჩუნდეს საკუთარ ქვეყანაში. ამაში ეხმარება მას Deep State-ი ევროკავშირის ბიუროკრატიიდან და აბსურდია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტის ინტერესი, რომ მშვიდობა დაამყაროს უკრაინაში, არის წინააღმდეგობაში უკვე Deep State-თან, რომელიც ეწინააღმდეგება დღევანდელ მოქმედ ადმინისტრაციაში შეერთებული შტატებისას და როდესაც საუბარია იგივე ჩვენზე, რომლებიც 2-3 წლის წინ გამოვედით და დაუპირისპირდით ამ ყველაფერს. წარმოიდგინეთ ამერიკის ამხელა უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იბრძვის აი ამ Deep State-ის წინააღმდეგ და სერიოზულ წინააღმდეგობაში არიან. სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს გლობალური რომის პარტია, ტრამპს, მის ადმინისტრაციას, ანუ ამერიკული საზოგადოების გადაწყვეტილებას, მშვიდობას ეწინააღმდეგება. და წარმოიდგინეთ ახლა რა გასაკვირია, რომ საქართველოზე ყოფილიყო და ან დღეს რომ არის ასეთი ტიპის ზეწოლა. თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენად რეალურია. რეალური არის, მაგრამ ძალიან ძნელია. ჩვენ ხედავთ, რომ ტრამპს რეალურად გაუჭირდა იმ სწრაფი გადაწყვეტილებების აღსრულებაში მოყვანა, რასაც ის ამბობდა, რომ რამდენიმე კვირაში დაასრულებდა მაგალითად უკრაინაში ომს. ეს მიუხედავად მისი ძალიან დიდი სურვილისა და ჩვენი მხარდაჭერისა, რა თქმა უნდა, რომ ტრამპმა ეს განახორციელოს და უკრაინაში ომი დაასრულოს, ვერ ხორციელდება და ჩვენ ხედავთ, რატომ ვერ ხორციელდება. სერიოზულ წინააღმდეგობაში არის ის გლობალური ომის პარტიასთან, რომელიც არის ევროკავშირში, რომლის წარმომადგენელი სამწუხაროდ არის უკრაინის თავად ეს პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარივე გუნდი უკვე სერიოზულად დაუპირისპირდა. დაუპირისპირდა, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რა მდგომარეობაშია უკრაინის სახელმწიფო, სადაც ღიად აღიარებენ უკვე ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა გამორიცხულია, უბრალოდ საუბარი იმაზე იქნება ახლა, რომ როდის შეწყდება ეს მშვიდობა და როგორ გადანაწილდება მათ შორის ეს ტერიტორიები და რა ვალი ექნება ამერიკის უკრაინას და ასე შემდგომ. მეცაც გეტყვით, წახალისება აი ომის გაგრძელებისა არის ევროკავშირიდან. აი სულ რაღაც 2 დღის წინ განცხადება გააკეთა ფონ დერ ლაიენმა, აი დაუკვირდით. უკრაინაში დემოკრატია იმარჯვებს და სულ უფრო და უფრო დემოკრატიის ხარისხი ზევით ადის უკრაინაშიო. წარმოგიდგენიათ? ანუ უკრაინაში რა დემოკრატიაზე შეიძლება იყოს საუბარი ზოგადად მეომარ ქვეყანაში როგორ შეიძლება დემოკრატიის წინსვლაზე და უკუსვლაზე ისაუბრო, სადაც გაუქმებულია ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა მედია საშუალება, აბსოლუტურად ვერტიკალური მმართველობაა და მათ შორის საუბარია უამრავ კორუფციაზე და ასე შემდგომ. აგერ ჩვენ ნახეთ, რომ ზელენსკი და ტრამპი ვერ შეთანხმებულან 176 მილიარდი საწავიდა. უпростоრად 176-დან 100 მილიარდი საწავიდა. 76 მივიღე მარტო ზელენსკი ამბობს და ტრამპი ამბობს 176 გადმოგირიცხეთო. აი ამ ფონზე წახალისება ევროკავშირიდან ხდება, რომ თურმე უკრაინაში ახლა დემოკრატია ვითარდება და ხელი უნდა შეუწყონ უკრაინას. ანუ გამოდის, რომ ღიად ამბობენ ევროკავშირში, რომ ეს ომი აწყობთ. მეცაც გეტყვით, პირდაპირ ამბობენ დანიის პრემიერმა განაცხადა, ევროკავშირის ლიდერებმა, ბალტიის ქვეყნებმა, რომ ჩვენთვის მშვიდობა უკრაინაში მიუღებელიაო. რისკის შემცველიაო. იმიტომ რომ მერე რუსეთი ჩვენთვის მოიცლისო. ამაზე მეტი აღიარება იმისა,
რომ ეს პროქსი ომია ორ დიდ ქვეყანას შორის და უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე და ხალხის დახოცვის ხარჯზე რა უნდა იყოს. როდესაც პირდაპირ აცხადებენ, მათ შორის ევროპაში, რომ უკრაინის ომი მათთვის მისაღები იმიტომაც არის, რომ რუსეთმა აღარ მოიცალოს ევროპის ქვეყნებისთვის. აი ეს არის, ეს მდგომარეობა, ამას ვამბობდით ჩვენ და აი ამიტომ ვთვლით, რომ აბსოლუტურად გამართლდა ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ აწარმოებდით, რომ როდესაც ხალხი სწორად ყავს ინფორმირებული, უკვე მე ძალიან ძნელია რომ დეзинფორმაციამ გაიმარჯვოს შენ ქვეყანაში. 3 წელია მიდის ომი უკრაინაში, უკვე მეტი, მე-4 წელი დაიწყო და ხაწაგან გავიხსენეთ რომ 2022 წელს დამოკიდებულება და განწყობა იყო სხვანაირი. რომ უკრაინა უნდა დავამარცხოთ ბრძოლის ველზე. ხა რატო ვერ მიაწოდეს მეტი იარაღი, რა რისკს ზრდიდა და ეს არის უკვე ისტორიის და ტექნიკის კუთვნილება. ფაქტი არის რომ როდესაც ტრამპი შევიდა თეთრ სახლში, მოცემულობა იყო სხვანაირი, რომ რუსეთი უტევს შეიძლება დღეში 1 სანტიმეტრით, მაგრამ მიდის წინ და უკრაინა უკან იხევს. რომ არსებობდა უკვე ორი სცენარი რა, ან ეს გრძელდება უსასრულოდ, აი როგორც ავღანეთის ომი 10 წელიწადი მიდიოდა და ბოლოს საბჭოთა კავშირის გამოელია ყველანაირი რესურსი, ოღონდ ეს ნიშნავს ავღანეთიზაციას ტერიტორიის სახელმწიფოს ყველაფრის და ავღანეთი დღემდე რანაირია კი ვხედავთ. ან მეორე არის რომ შენ რაღაცა ფინეთივით რა, წააგე, დაკარგე რაღაც ტერიტორია, მაგრამ დანარჩენი ნაწილი გადარჩა, შეინარჩუნე რაღაც სახელმწიფოს ფორმა და ასე შემდეგ. შეიქმნა ერთგვარად დილემა აი ამ მოცემულობას შორის და არავის არ უნდა ამის თქმა, მაგრამ უკრაინა დამარცხდა ამ ომში, დამარცხდა დასავლეთთან ერთად და ვისაც რადონეზეც არ უნდა უყვარდეს რუსეთი და პუტინი, ის გამოდის გამარჯვებული. ამერიკის პრეზიდენტი პრაქტიკულად აკეთებს კონსტატაციას იმ მოცემულობის, რაც არის და ეს არის რეალური სიმართლე. ეს სურათი გარშემო რა ხდება, რატომ ვერ აისახება სათანადოდ საქართველოს შიგნით და რატომ გონიათ ადამიანებს რომ ის რა სცენარსაც თქვენ აზღვევდით რომ აი არ გვჭირდება ჩვენ ეს არეულობა და რაღაცა რისკების ზრდა, ეხლა არის მოიაზრება რომ ეხლა არის ყველაზე სასრული სცენარი რომ არა, უნდა იყოს რაღაცა ვადამდელი არჩევნები, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, საერთოდ ცესკო უნდა ჩაატაროს არჩევნები და ასე შემდეგ. ანუ თქვენი აზრით რის გამოა ის რომ საქართველოში დღეს კიდევ არსებობენ რაღაც ადამიანთა ჯგუფი, ვინც აი ამ ძველი სამყაროს სურათით კვლავინდებურად აგრძელებს ოპერირებას. ეს რაღაცა აქ უკვე დატოვებული, ყოველგვარ ხაზგადაჭრილი, უკვე საბოლოოდ დაზომბებული ადამიანების ჯგუფია თუ ეს კვლავინდებურად არსებობენ გარე ძალები, რომლებიც აი ამ პროტესტს და ამ აზროვნებას ახალისებენ და მართავენ. ნუ მე ვიტყოდი რომ საკმაოდ იმუშავა იმ პოლიტიკამ, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იმუშავა გამომდინარე იქიდან მათ შორის როგორც გითხარით პირველი რომ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი საზოგადოებამ კიდევ მორიგჯერზე დაადასტურა იმის შემდგომ პროცესებში მათ შორის გულისხმობ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პროცესებში ასევე საზოგადოებამ დაადასტურა მისმა აბსოლუტურ უმრავლესობამ რომ ის არ არის მომხრე არც მეორე ფრონტის არც LGBT პროპაგანდის არც არეულობების და ეს ჩანს იმაში რომ აი ამ მცირე ჯგუფს რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელიც ნუ სამწუხაროდ კიდევ მეორე ყველა ქვეყანაში იქნება და მათ შორის საქართველოში არ ყავს მხარდამჭერი, მათ შორის მორალური მხარდამჭერი. მერწმუნეთ რომ აქ 5000, 10000 და 20000 კი არა. შეიძლება 3 და 4000 ადამიანი საკმარისი აღმოჩნდეს არეულობის დასაწყებად, თუ კი დანარჩენი აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს საზოგადოებისა მორალურად ხარს დაუჭერდა ამ აქციებს. იმიტომ როგორც წესი ეს ცნობილია რომ იქ მხოლოდ რიცხოვნობა კი არ განსაზღვრავს ამ შემთხვევაში პროცესების რადიკალიზაციას და ასე შემდგომ რევოლუციურ სცენარებს. არამედ განსაზღვრავს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მორალური მხარდაჭერა. აი, როცა ლაპარაკობთ საზოგადოების უმრავლესობაზე, და ჩვენ დაუბრუნდეთ თავდაპირველ თემას, აი რაღაცა მიმოხილვის შემდეგ, ხო, რაც კონფლიქტთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ. დღეს არის აი ასე ვთქვი, უმცირესობიდან დღეს გვესმის ესეთი რამ, რომ რეალურად რო აღიაროთ ქართულმა ოცნებაც ეს დაპირისპირება მოიგო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მოიგო ქვეყნის შიგნიდანაც, ხო, იმიტომ რომ მოსახლეობის უმრავლესობა დაარწმუნა თავის სიმართლეში და პრაქტიკულად არ მიცა არც ერთ დესტრუქციულ ძალას ქვეყნის გადაყირავების, გადაბრუნების თუ ასე გადატეხვის საშუალება. და ამ ფონზე ჩვენ ხედავთ აი ამ საკანონმდებლო პაკეტს. ეს არის ღალატის მუხლის აღდგენა.
ეს არის ეს კაცრი კანონები, ამერიკული ფარას შემოტანა იმ გაჭირვალობის კანონის შემდეგ, მედიის კანონის გამკაცრება. ამ ყველაფერს ანალოგია აქვს ზოგს რაღაცა გერმანული რეალობიდან, ზოგს ბრიტანული ის აქვს შესატყვისი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ამას ინიციატორებიც აღიარებენ, რომ ეს არის კაცრი კანონები. აი ეს კანონები რას უზრუნველყოფს? უზრუნველყოფს, თქვათ, რაღაცის პრევენციას, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, თუ არსებობს შიში, რომ ეს არის რაღაცა უფრო ავტორიტარული ქვეყნისკენ, ან დემოკრატიიდან უკუსვლა და ავტორიტარული ქვეყნისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ახლა ქართულ ოცნება მიხელთა დრო და მას დაამყარა ესეთი სისტემა, რაც უზრუნველყოფს მისი ხელისუფლების შენარჩუნებას. ანუ ეს არის არა ქვეყნის ინტერესი, არამედ პარტიის ინტერესი. ნუ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად კანონები მიიღება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები დაისაჯონ ამ წესებში არსებული რეგულაციების დარღვევისთვის, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება მიცოდეს რა არის სწორი, რა არ არის სწორი და გამომდინარეობს სხვათა შორის კანონის განმარტებაც ეგ არის, ხო? პირველ კურსზე ისწავლება ეს იურიდიულ ფაკულტეტში კანონის განმარტება, რომ ეს არის ადამიანების ქცევის წესების ერთობლიობა. კანონი ჰაერიდან ხო არის წერება. ეს არის საზოგადოების უმრავლესობაში შეთანხმებული წესების ერთობლიობა და შემდგომ უკვე სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ ამას აკანონებს და ვინც დაარღვევს, ამისთვის შესაბამისი სანქციები არის შემდგომში. ეხლა საკანონმდებლო პაკეტი ახსენეთ თქვენ და პირველ რიგში რაც ეხება სამშობლოს ღალატის კვლავ დაბრუნება სისხლის-სამართლის კოდექსში, ჩვენი კითხვა დავსვით და ამ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცვა ვერავინ. რატომ მოხდა ნაციონალური მოძრაობის დროს ამ მუხლის ამოღება სისხლის-სამართლის კოდექსიდან? როცა ჩემს მიმართ კითხვა დაისვა, რომ რატო შეგაქვთ ეს მუხლი, პირიქით მე აქეთ კითხვით უპასუხე. რატო შემაქვს კი არა? რატომ ამოიღეთ ეს მუხლი? სამშობლოს ღალატი. ანუ ხო უნდა დაჯდე და გაანალიზო, რატომ უნდა ამოიღო სისხლის-სამართლის კოდექსიდან რაღაც მუხლი, ხო? აი ჩვენ საუბრობთ ახლა ზუსტად ამ კაცრი კანონების მიღებაზე. სამშობლოს ღალატი. ოდესმე ვინმესთვის შეიძლება, რომ დაშვებული იყოს თეორიულად თუნდაც, რომ შეიძლება რომ თქვათ ეს არ დაისაჯოს? ესეთი პასუხი მე რაც მოვისმენი არის, რომ ამ მუხლის ქვეშ შემადგენელი ნაწილები, რაც იყო ეს ყველაფერი დარჩა და უბრალოდ ფორმულირება გაუქმდა. არა, ნახეთ, რა შეასაქმე შემადგენელი, ანუ დაშლა ამ მუხლის თავისთავად ნიშნავს იმას უკვე, რომ შენ აი იმ იდეას რაც გითხარით თავში, რისთვისაც კანონი იწერება, უკვე ეწინააღმდეგები. ანუ სამშობლოს ღალატი ვიმეორებ, ეს მხოლოდ დასჯადი რომ არის, ამიტომ კი არ გვინდა რომ აღვადგინოთ. არამედ იმიტომ კიდე პლუს რომ ეს არის ის იდეოლოგია, რომელსაც შენ ეუნები შენ საზოგადოებას. ანუ გარკვეული მორალური კატეგორიის მატარებელია. რომ რა გამოდის ერთის მხრივ ეს გააუქმეს სისხლის-სამართლის კოდექსის დონეზე, მაგრამ სწორედ ამ რაღაცა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების დონეზე პირველმა მათ შემოიტანეს და როგორც მორალური კატეგორია ესე დანერგეს და უხვად გაუმასპინძლდნენ ყველას, ვინც არ ეთანხმება მათ იდეას. რა თქმა უნდა, ანუ ისინი კარგად ათვითცნობიერებდნენ, რომ მათ მოუწევდათ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც პირდაპირ შინაარსში იყო ამ სამშობლოს ღალატის. და ამიტომაც ამოიღეს ეს მუხლი, ხო? პასუხი ჩვენ გან არ ვიცოდით, რატო ამოიღეს. უბრალოდ ჩვენ გვინდოდა, რომ მათგან მიიღო საზოგადოებას პასუხი, რატომ ამოიღეს სამშობლოს ღალატი. შესაბამისად, ეს იდეოლოგია, რომ სამშობლოს არ უნდა უღალატო, არ არის მარტო სისხლის-სამართლებრივი დანაშაული. ნუ სისხლის-სამართლებრივი დანაშაული შეიძლება იყოს ქურდობა, გადაცდომა, თაღლითობა, ღვთამისაღება, რა თქმა უნდა მიუღებელია ესეც და დაუშვებელი, მაგრამ იდეოლოგიურად ეხლა ვერ გაკიცხავ იმ ადამიანს, რომ სადღაც სისხლის-სამართლებრივი დანაშაული ქონდა და მე ნუ რესოციალიზაციაში მოვიდა და საზოგადოების წევრია, მაგრამ სამშობლოს ღალატისთვის რომ ადამიანი ციხეში წავა, მას არა მხოლოდ სასჯელზე ექნება პრობლემა, არამედ ზოგადად თვითონ ამ დანაშაულისთვის. არა, რაც თავარია ეს რაღაცნაირად ამგვარი საკითხის ამგვარად დაყენება და ესეთი კატეგორიზაცია ჩვენ გვაძლევს სამყაროს განსხვავებულ სურათს, სადაც ამ სამყაროში არსებობს სამშობლო, რომელიც ყოველთვის შეიძლება იყოს ერთი და არსებობს ყველაფერი დანარჩენი. მაშინ როცა ჩვენ დღემდე ამას რეფერენდად ვაყოლებ, ხო, ამ ინტერვიუს რო არ არსებობენ სხვანაირი ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ხედავენ სამყაროს. აი, რას ფიქრობთ თქვენ, როცა დაინახეთ ქუჩაში
ეგრეთ წოდებული რაღაცა მეგობარი აქტის თუ ამერიკის მხარდამჭერთა მარში, ამერიკის დროშებით. ანუ სადაც იქ კომენტარს აკეთებს ადამიანი თუ ინტერვიუს იძლევა, ის გაიგივებულად წარმოადგენს, მისთვის ამერიკა და საქართველო ეს არის პრაქტიკულად განუყოფელი და ის არ თუ ერასხოვებს. ანუ ის რაც არის ამერიკის ინტერესი საქართველოს ფრიად უნდა იყოს. ამერიკა წინ დგას ვიდრე საქართველო მათთვის. განუყოფელი რო იყოს, თანატოლი მაინც უნდა იყოს. ამერიკა მათთვის უფრო წინ დგას ვიდრე საქართველო. ხო და რანაირად შეიძლება ადამიანი მივიდეს აქამდე, რომ მან ვერ განასხვავოს სხვა სამშობლობას რომელიც აი ის ძალიან მიჭირს ხოლმე იმის წარმოქმნა, რომ შეიძლება ადამიანი დაიბადოს, გაიზარდოს აქ და მე აქამდე აი მივიძე რა ტრაექტორიით მიდის თქვენი ასეთი ადამიანი სკოლაში ხო იარა გესმით ანუ და უყურებ დღეს გამოდის ამერიკის დროშით. ანუ იმის ნახვა რომ ამერიკა არის ცალკე ქვეყანა თავისი ინტერესებით, გლობალური ინტერესებით, უამრავი წარსულით, ისტორიით, პოლიტიკით, რა გზები არა აქვს გამოვლილი. ანუ ნუ თუ მარტივია, აი სახლში ხო ცხოვრობს ხო? კაი, თქო ქვეყანა საათშორის ურთიერთობაში ვერ ერკვევა. სახლში ხო ცხოვრობ. ანუ არ არსებობს ცნება რომ შენი ოჯახი და სხვისი ოჯახი, მეზობლის ოჯახი, მშობლების ოჯახი რაც უნდა ახლო ან შორი იყოს, ხო, მაინც არსებობს რაღაც ერთეული, რასაც ქვია ოჯახი. ხო, შეიძლება ეს სხვაშორის კომუნისტური იდეა იყო, თავისუფლად ეს ოჯახი არ იყო საჭირო რაღაცა კომუნალური ბინები, მაკედან წამოვიდა, რომ ერთ თემად უნდა ეცხოვრა ადამიანს. კი ბატონო, ნახეთ აი მაგისი ამოხსნა მე მგონი უფრო ამაშია, რომ ჩვენ როდესაც იგივე კანონთან დაკავშირებით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ადრე კიდე სხვა კანონთან დაკავშირებით სერიოზული კამათები ქონდა, როდესაც ვინც კი გაბედა და შინაარსში შემოყვა ამ კანონებთან და რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ იპოვა საწინააღმდეგო ვერც დემოკრატიის ვერც გამჭვირვალობის და ასე შემდგომ მე იყო ხოლმე კითხვა ანუ რეალურად კუთხეში რომ მოექცა მაშინ თქვეს რომ აბა მაშინ თუ ეს ყველაფერი ესეა თვითონაც აღიარა აბა მაშინ ევროპიდან და ამერიკიდან ამას რატო გვეუბნებიან თუ ვეუბნებით რომ იქიდან ხო შეიძლება მათი ინტერესი იყოს შენი ინტერესის საწინააღმდეგოდ მაშინ რა სიტყვი არა მე მაინც ვენდობი იმათ ვიდრე თქვენ. აი აქ არის ამოხსნა და პასუხი გურამ იმ კითხვაზე, რაც თქვენ დასვით. იმიტომ რომ როცა შენი ქვეყნის ინტერესი არ არის უპირატესი ვიდრე სხვა ქვეყნის ინტერესი, აქ რა თქმა უნდა სამშობლო შენთვის ემოცია ვერ იქნება. იგივე რაც თქვა აგერ გააკეთა თუ განცხადება გააკეთა ბატონმა ხაზარაძემ, ხო? ამერიკას მოუწოდა შენი ინტერესებს ატო არ იცავ საქართველოშიო. თუ არ ვწდები, ანაკლიის პორტზე თქვა და ნუ ნებისმიერ ამ მნიშვნელობა აქვს გზაზე იტყვი. ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შე რატო არ იცავ ინტერესებს საქართველოს საკითხებშიო და აი იგივე ამ პორტთან დაკავშირებით ასე. ანუ რეალურად მათთვის სამწუხარო მომენტი ეს არის, მაგრამ საბედნიეროდ უმცირესობაშია ასეთი ადამიანები, რომ სხვა ქვეყანა ამ შემთხვევაში ამერიკა მათთვის და იგივე ევროკავშირი და არა მათი ღირებულებები. აქ საუბარი არის მხოლოდ ინტერესებზე. წარმოადგენს აბსოლუტურ უპირატესობას. ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ და როგორი სიმართლეც არ უნდა იყოს, თუ მათი პატრონი იტყვის რომ მზე ამოდის დასავლეთიდან, ესენიც იტყვიან რომ კი, შეიძლება ამოვიდეს დასავლეთიდან. აი ესე იგი, საქართველოს თავისი ისტორიის, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არ აკლდა ისეთი ფიგურები, რომლებიც რაღაც საკუთარი ამბიციისთვის ან ძალაუფლების ასაღებად უზრუნველყოფდნენ ხოლმე ან ცდილობდნენ რომ გარე ძალით მოეხდინათ შიგნით. ტახტის ხელში ჩაგდება ძალაუფლების მოპოვება. ეს ერთგვარად გასაგებია, დამახასიათებელია როგორც ღალატი სხვათა შორის ქვეყანაში, ასევე მსგავსი მოქმედებები ყოფილა. გიორგი სააკაძე დიდ ფიგურად რატომ მიიჩნევა, ხო, რომ მან სწორედ ამით ისარგებლა, რომ ვითომ გარეძალა წამოიყვანა, შემდეგ შემოიყვანა და გაანადგურა ეს. ხო, დადგა სადღაც სამშობლოს მხარეს. კი არა, მთელი ცხოვრება მან დიდგა. და იმიტომაც შევიდა ეს ამბავი. მაგრამ უბრალოდ ამ ყველაფერს და ვიღაცები განზრახაკეთებენ, ხო, ეხლა დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები ოღონ ქართული სახელმწიფო და დემოკრატია დაასუსტონ და ეს ნუ აი ნიკა გვარამიობა იქცა ტრენდად, ხო, ბოიკოტი არჩევნებს, იქ ყველაფერში პირველი. მაგრამ აი ადამიანები, რომლებიც ამას აყвnen ერთგვარად და აი ამას ჩაჯენ, ჩემთვის არის ძალიან რთული იმის ნახვა, რომ როგორ შეიძლება ესე დაბრუნდეს და ვერ დაინახო განსხვავება ამ შავ და თეთრ ზოლს. ჩვენი დრო პრინციპში ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ლაპარაკისთვის, ამ დისკუსიისთვის და იმედია ჩვენ მეგრად გავაგრძელებთ მიმოხილვას იმ პროცესების, რაც მიმდინარეობს. ჩვენი გადაცემა დაბრუნდება ხუთშაბათს, მანამდე გემშვიდობებით დროებით.